მოგესალმებით, ეს სტუდია ანტიბიოტიკია, მე ოთარევიშვილი ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია კახალომაძე, სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბიროს დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი ძველი ორგანიზაციაა რეგიონში და უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართულებით და ორიენტირებულია მოკლევადიან კურსებზე ევროკავშირის ქვეყნებში და რეგიონში ყველაზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა მათი მეშვეობით გასვლით პროგრამებში. მოგესალმებით, კახა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი გადაცემის მიზანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს, მოქალაქეებს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არსებობა ქვეყანაში და რამდენად ქართულ საქმეს აკეთებდა ეს ორგანიზაციები და დღესაც აკეთებენ, აგრძელებენ მუშაობას. ამის წარმოჩენა გვინდა და კიდევ უფრო თვალნათელი დანახმება. კიდევ ერთხელ მადლობა და დავიწყოთ როგორ დაიწყეთ. ეგაა საინტერესო, იმიტომ რომ ეს რაღაც ოზურგეთი და გურია განსაკუთრებული რეგიონი და მუნიციპალიტეტია იმ ხრივ, რომ აი რაღაც ძალიან ბევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ 90-იანებში, 2000-იანების დასაწყისში და ასე შემდეგ. და თქვენ როგორ დაიწყეთ? დიდი მადლობა მოწვევისათვის, ძალიან ვადევნებ რა თქმა უნდა თვალყურს თქვენ გადაცემას, ძალიან საინტერესოა იმით, რომ მოსახლეობას აცნობთ ჩვენ საქმიანობას, შეიძლება მაგამ მოიწევს რა აღარ დაგვიძახოს აგენტები, ან მტრები, რომ მიხდნენ რომ ქართულ საქმეს ვაკეთებ ჩვენ და არ ვართ რაღაც სხვისი ქვეყნის წარმომადგენლები და აგენტები. ჩვენი ორგანიზაციის ისტორია დაიწყო 2002 წლიდან, იმ პერიოდში ტარდებოდა სტუდენტური დღეები და ოზურგეთში მოღვაწეო 4 სასწავლებელმა გადაწყვიტა რომ გაერთიანებია ძალები და ჩაიტარებია ერთობლივად ეს ღონისძიება. ეს იყო ინდუსტრიული პედაგოგიკური კოლეჯი, სამედიცინო კოლეჯი, ოზურგეთის ბიზნეს ინსტიტუტი და ანასეულის ბუნებასარგებლობის უნივერსიტეტი. ლევან ჩხაიძე იყო ამ იდეის და მეც ვიყავით სათავეში ამ ორგანიზაციის და ამ 4 სასწავლებლის სტუდენტურ გაერთიანებამ ჩამოაყალიბა. პირველი აქტივობა იყო სტუდენტური დღეების ერთობლივად ჩატარება და შემდეგ ნელ-ნელა დავიწყეთ და სხვათა შორის თქვენი გადაცემის სტუმარი რო იყო ლევან ჟავანაძე, ის იყო ჩვენი პირველი დამხმარე, ჩვენი მისიის განაცხადიდან დაწყებული სტრუქტურიდან ყველაფერში მეცნიერთა კლუბი ლევანემ აღნიშნა რომ და როგორც ვიცით პირველი რაღაცა საპროექტო დახმარებას დაგეხმარათ. კი, ანუ სწორად აღნიშნა რომ გურია განსხვავებულია ამ კუთხით, სულ ვიმეორებ ამას რომ საქართველოს მასშტაბით ერთსულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ორგანიზაცია და ეს რა თქმა უნდა მეცნიერთა კლუბის დამსახურება არის, რომელიც თავის დროზე ხელს უწყობდა ჩამოყალიბებას და განვითარებას და მხარდაჭერას. თქვენ მრავალი მიმართულებიდან ერთ-ერთი განსაკუთრებული არის ეს ახალგაზრდების გასვლითი პროგრამები, ხო? მე როგორც ვიცი, თქვენ როგორც საქართველოსდან უშვებთ მოკლევადიან საგანმანათლებლო კურსებზე ახალგაზრდებს, ასევე მოხალისეებიც ჩამოყავდათ სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, ხო? აი ეს როდის დაიწყეთ, რა პროგრამის ნაწილია და როგორ ხდებოდა და როგორ ხდება დღესაც აი ასეთ პროგრამებში მონაწილეობა, როგორ შეუძლია ახალგაზრდებს? 2007 წლიდან ჩავერთვეთ, მაშინ ამ პროგრამას ეთქვა ახალგაზრდობა მოქმედებაში, ეს ევროკავშირის პროგრამა, რომელიც ხელშეუწყობს ერთი როგორც აღნიშნეთ, ერთი მხრივ ქართველ ახალგაზრდას, რომელიც მიიღოს მოკლევადიან პროექტებში 2 კვირიდან ურთმემდე, ასევე მოხალისეობ პროექტებში 1 წლამდე პროექტებია. შემდეგ ეს გარდაიქმნა და Erasmus+ ეწოდება. ამ პროგრამაში 2007-დან ჩვენი ასევე მეგობარი ორგანიზაციიდან მშვიდობის და განვითარების აკადემია გიორგი კაკულია, რომელიც აქვე კარგი ხალხი ხვდებოდა ძალიან სასიამოვნოა ჩვენი საქმიანობის განმავლობაში, დაგვეხმარა პროექტის მომზადებაში, ინფორმაცია მოგვაწოდა თუ რა არის ეს პროგრამა და აი ძალიან აქტიურად ჩავერთვეთ, 130 პროექტამდე გვაქვს. დაახლოებით რამდენი ახალგაზრდა? ერთი დაახლოებით რო ვიწყოთ, 800 ახალგაზრდა. მხოლოდ სტუდენტურ სათათბირო ევროკავშირის დაფინანსებით 800-მდე ახალგაზრდას მისცა შესაძლებლობა, რომ საზოგადოებრივად მიეღო გასვით პროგრამაში მონაწილეობა. ჩვენ ერთი პერიოდი დავფიქრეთ ეს საშინათი. არა, ძალიან დიდი არა. ზოგიერთის ახლა არ მიწყეს მონაწილეებს, სახელები აღარ გვახსოვს, იმიტომ რომ თუმცა მე ბევრს ვიცნობ თქვენს მონაწილეს, ასე ვთქვათ, თქვენს გასვით პროგრამებში რო იყო და ეს ადამიანები თითქმის მე ვისაც ვიცნობ, ყოველ შემთხვევაში ძალიან წარმატებული ადამიანებიდან დღეს. ანუ ეს რაღაცა გამოცდილება, რომელიც მათ მიიღეს თქვენი პროექტებიდან გამომდინარე, შემდეგ ძალიან წაადგათ, ესე ვთქვათ, თავის გამოიცვალენ ყველანაირად, როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, რომ აი ბევრი რამე გამოცვალა მის ცხოვრებაში და ეს არის ჩვენი მიზანი, როცა ამას გვეუბნებოდა, ამით ვამაყობთ, რომ აი ძალიან
აი თუ თქვა პირობითად 500 ახალგაზრდაც რომ იყოს, ამაში ერთი ცუდი ციგარ გვაქვს შედეგი, რომ ერთი იყოს რაღაც ნეგატიური შედეგით. ეხლა ბოლო 2-3 წელია გადავერთეთ უფრო დაბალასაკობრივი ჯგუფში 14 წლიდან ვთავთ და აი ამ შემთხვევაში უკვე მშობლებიდანაც მოგდის ინფორმაცია, რომ აი პროგრამა ხო ფიდბექი რა, აი ამის პროექტი ვეღარ ვცნობ, გამოცლილია, დამოუკიდებელი მისწრაფება გამოიცვალა, სხვანაირად იყურება, რაიც გარდა განათლებისა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს მიეცათ საშუალება ინახათ მართლა განვითარებული ქვეყნები, სადაც რეალურად მართლა ადამიანის უფლებები დაცულია, განათლების უფლება დაცულია, ჯანდაცვის უფლება დაცულია, რავი, სასამართლოა და ასე შემდეგ. ხო, ეს მართლაც ალბათ თითოეულ მათგანისთვის კულტურული შოკიც იყო თავის დროზე, რომ აი ესეთი განსაკუთრებით პირველ პერიოდში. ხო, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, ხო, ესე იქნებოდა და მეც გეთანხმები, რომ მართლა აი ამ ადამიანებს ძალიან პოზიტიურ გავლენას მოახდინდა თითოეულ ამ ახალგაზრდაზე. ეხლა რა მინდა გკითხო, ძალიან აქტუალურია თემა ამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე, ხო? ანუ ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება დღესდღეობით ყველაფერი გააკეთა ბრწყალებში იმისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ქართულ ხალხმა მოიპოვა, დადგა საფრთხის წინაშე, ხო? ანუ დღეს მიეცათ რაღაც ვადა აქვს 31 აგვისტომდე, რომ მოთხოვნილია, რომ ეს უკანონო პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ, რომ რუსული სტილის კანონები გაუქმდეს და ასე შემდეგ, ხო? მე რა მაინტერესებს, ანუ რა გავლენას მოახდენს ეს პროგრამაზე და იმ შემთხვევაში თუ ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდება, რა პრობლემებს წარმოშობს ეს განსაკუთრებით მოკლევადიან საგანმანათლებლო გასვით პროგრამებზე. ამას ერთს დავამატებდი, რომ სამწუხაროდ ესე დააყენე პოზიცია, რომ ან ვიზა ლიბერალიზაცია, ან რაღაც ომის პარტია, ან ხო, რა თქმა უნდა, თავის რუსულ პროპაგანდისტოს სტილში. ყველაზე განსაკუთრებულად ის მაუცებს, რომ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა არ მახსოვს უკვე თქვა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია თუ შეჩერდება, პირიქით კარგი იქნება ადგილზე დასაქმდება მოსახლეობა. ალბათ რაღაც ჰიპოთეტურ ასკარხანაში მოეძღურებს ხო? მაშინ ერთს ვიტყოდი, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, რომელიც მიისწრაფიან ამ ვიზარები, უნდა გავაფრთხილოთ, ისინი ჩვენი მეგობრები არიან, არ უნდათ არც მოლდოვას, არც სომხეთს და პირიქით ცუდის მომთანია. რა თქმა უნდა, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ანუ წელიწადში თუ დაახლოებით ეხლა გვაქვს 15 პროგრამა, გვექნება 2-3, იმიტომ რომ მახსოვს მთელი რიგები იყო, მახსოვს რა ჩვენ ვიღებდით უშუალო მონაწილეობას, რიგები იყო ორთვიანი, სამთვიანი წინასწარ ჩაწერა, საბუთების მომზადება, ერთი საბუთიც რომ მიგაკლდებოდა უკვე უკან გაბრუნებდნენ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა წესები იყო ვიზის მიღებაზე და ამას შენ უნდა შეეგუო იმ წესებს, თუ ქვეყანა აწესებდა ამ წესს უნდა შეეგუებოდი. და უამრავი დოკუმენტაცია და რიგები და ძალიან პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთ ქვეყანას საკონსულოც არ ქონდა აქ და სტამბოლში უწევდათ. თბილისში ორჯერ ჩასლა. ხო, ანუ მინიმუმ ეს, ანუ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე აი არც კი ფიქრობდით იმდენ ზიანს მოიტანს ამაზე არც ვინდა ფიქრი, იმიტომ რომ აი ეხლა ვქონდა ნორვეგიაში პროექტი და ახალგაზრდები იყო 10 ახალგაზრდა ემოცასული და არაფერი უბრალოდ პასპორტებით, ეხლა გვაქვს პროექტი რომ უნგრეთში იყო, ანუ ჯგუფის შემადგენლობას რო აყალიბდებით კონკურს საფუძველზე და დაახლოებით ერთ თვეში უკვე ემგზავრებოდნენ და უნდა დავიწყოთ 3 თვით ადრე ჯგუფის ჩამოყალიბება, ამათ საბუთების მომზადება, თანხები იყო ძალიან, ხო, ანუ ვიზის მოსაგრებელი ხომ არ გავიწყდება და კიდე თანხები რომელიც დაადასტურა უნდა შეიძლება. ხო, საბუთების თარგმნა, თანხებთან და ანუ ეს მარტო ერაზმუსში რო შეუშლის ხელს და სხვა რამეს რო უშლის ხელს, რა თქმა უნდა, ის ვიცით რომ ამაზე ბევრი არა მარტო ორგანიზაციები საუბრობს, აი თუ არ შეეხო ადამიანს ვერ მიხდება, ანუ ვერ ხდება ხელი ადამიანები რომ ეს თუ მას არ ეხება, ოთოს თუ არ ეხება, ოთოს ბიძაშვილს ეხება, რომელიც ღმერთმა გვაცილოს სამკურნალო წავიდა, აი დაუსვეს დიაგნოზი და სამწუხაროდ მოუწია საზღვარგარეთ წასვლა, იმიტომ რომ ჩვენი მედიცინა ვერ მკურნალდა. აი მოუნდა კახას თუნდაც ან ნებისმიერს მოუნდა მეგობრებთან ერთად სადაც გამგზავრება. მოკლევადიან დასაქმების პროგრამები. მოკლევადიან კი 3 თვით რომ ადამიანი მიდის სრულიად ლეგალურად და სრულიად ლეგალურად ბევრ სახელმწიფოში პირდაპირ ლეგალურია, თუ კი ამ 3 თვეს არა, ну მე მაგალითად პოლონეთის მაგალითზე ვიცი რომ პოლონეთი, გერმანია ბევრია ეგეთ ქვეყნები, სადაც შეიძლება და
აი სერიოზულად ვამბობ, თუ ეს საშინელებაა ეს ვიზა, მაშინ მართლა გეუბნებ, უნდა გავაფრთხილოთ ჩვენი მეგობრები, ჩვენი გენომა არ გვინდა ეს ვიზა, იმიტომ რომ ჯობს თუ არ ხო? ხო, ესე ცუდი თუ არის, რატო ვის ანუ რეალურად ხელისუფლება მაშინ როცა ვიზა ლიბერალიზაცია მივიღეთ, იძახოდა რომ აი ეს არის დიდი რაღაცა მონაპოვარი და ყველაფერი თქვა კეთდებოდა, რომ ეს ვთქვათ სიკეთე საქართველოს მოქალაქეებს მიიღო, ხო? შესაბამისად, ხო, მაგას ვამბობ და ამიტომ ეხლა ნუ აბსურდია ეხლა ეს პროპაგანდისტული რაღაც ნარატივია, სხვა შორის ძალიან გავს რუსულს ერთ-ერთი პრინციპში, რომ ეს რაღაცა კარგია, მიზახიან რომ რავი, ეს თუ გაუქმდა არც არაფერი შედეგი არ აისახება თითოეულ მოქალაქეზე, მაგრამ რეალურად ის არის, რომ რაზეც საუბრობთ, ხო? იგივე მოკლევადიანი დასაქმება უცებ რაც დადგება პრობლემა, აი ეს მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროექტები, არ ვიცი, ეს გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებები და ასე შემდეგ და აქ თავარი რა არის, ხო, კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ ჩვენი მაყურებლისთვის და ჩვენთვისაც, ხო, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ევროკავშირის ფულით, ანუ ევროკავშირი ხარჯავდა ფულს, რომ ჩვენი ბავშვებს, ანუ თქვენ ორგანიზაცია წერდით პროექტს, ეს ფული მოგქონდათ ევროკავშირიდან, ევროდელეგაცია გაძლიერდა. გზავრობის თანხა, სასტუმროს თანხა, კვების თანხა, პლუს იქ მენტორების დაქირავება და ასე შემდეგ. ხო, თვითონ ანუ ვინც ატარებდა ამ საგანმანათლებლო პროგრამებს, ხო? ამაში ქართული ადგილობრივი თანხა საერთოდ არ იხარჯებოდა, ანუ ევროკავშირი ვეხმარებოდა. ხო, ერთადერთი რომ პასპორტი უნდა ხო, ანუ რეალურად ყველაფერს აკეთებდა ევროკავშირი იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს ახალგაზრდებს მიეღოთ რაღაცა ეს ბენეფიტები, რომელიც ამ პროგრამას, უდიდეს პროგრამას Erasmus+-თან ახლავს, ხო? აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მე გასაზრდავად პირველ ადგილზე იყო საქართველოს ამ პროგრამის ჩართულობით, აი სუსტად იგი იყო, რომ როცა ვიღებდით ამ ყველაფერს და მაშინ იყო სუსვა ნარატივი და ამ დადებით კონტექსტში ამის და მივაღწიეთ ჩვენ და ანუ ეს კარგია და მოსახლეობას აი თუ გახსოვთ ლეგალური პროგრამების დასაქმების ის დავიწყეთ გერმანიისთან, საფრანგეთთან, ისრაელთან, ანუ პირდიქით აქეთ გადავდგეთ, ახლა რატო შეიცვალა და რატო სხვაშორის საინტერესოა რომ სახელმწიფოს დასაქმების სააგენტო მართავდა მაკროებს, მაგრამ მანდაც ევროკავშირის თანხა იყო, რეფორმა რო დაიწყო, ევროკავშირი ეხმარებოდა ამ ორგანიზაციას, ანუ ამ სააგენტოს, რომ ეს პროგრამები განხორციელებული იყო საქართველოში, ხო? ანუ რეალურად რის თქმა მინდა რომ ყველაფერი ჩვენ ევროკავშირი გვეუბნება რომ უკეთესი გახადეთ ქვეყანა და ისინი ხარჯავენ თან ფულს ამაში, ანუ თვითონ გვაძლევენ თანხას, ეხლა სომხეთი კარგი მაგალითია, ხო? 2 მილიარდ ნახევარ ევროზე მეტის დახარჯვას აპირებენ იმაში, რომ თქვა სომხეთში რაღაცა რეფორმები გატარდეს. მაგრამ გავიმეოროთ უნდა სომხეთ გავაფრთხილოთ. ხო, ამათი გადმოსახედი. ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაა. თუ საშინელება ელიტ ახალგაზრდები ნახავენ ევროპას. ახალგაზრდები ჩაერთებენ ამ პროგრამებში და გადინება მოხდება. ხო, თუმცა იმას არავინ არ ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ძალიან პრობლემაა დასაქმება, ამ ქვეყანაში ძალიან პრობლემაა ისა იგივე ჯანდაცვის სერვისების, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიღება და პირველი მიგრაციის ხელშემწყობი არის სოციალური პრობლემები და არა რატომ იგი და არა პროგრამა. ამის გაჩერება, აი მიგრაციის გაჩერება, ამ ვიზა ლიბერალიზაციის. ბოდიში, აი ეს ჩაგეჭრები, საინტერესოა, ანუ მე როგორც ვიცი, შემთხვევაც კი არ ქონიათ ეგეთი, რომ თქვენი პროგრამი წასული დარჩენილი. ეგეთი რაღაც არ ყოფილა, ხო? ყველა ის ადამიანი ბრუნდება აქ და თავის რაღაცა იმ განათლებას, რომელიც მიიღო ევროკავშირში, აქ აბანდებდა, ესე ვთქვათ, ამ ქვეყანაში და აქ უნდა სიკეთეს, ხო? თქვენ აღნიშნეთ იმაში, რომ ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა ყავს, რომელიც იქ მიღებული სერტიფიკატით, იქ მიღებული ცოდნით, აი თუნდაც პროგრამაში რომ მიიღო მონაწილეობა სხვანაირად გადახედა მის შესაძლებლობებს, ანუ ჩვენთან სამწუხაროდ ჯერ არ არის აი პროფორიენტაციის, აი პროფესიის შერჩევისაც კი ცვლილებები ჩაიდინა, იმიტომ რომ აი ერთწლიანი პროგრამა რომ განსაკუთრებით მოხალისეობრივი პროგრამა, როცა ახალგაზრდა მიდის და 1 წლის განმავლობაში სხვა სამყაროშია, სხვა ანუ კი ადაპტაციას კი არ გადის, უბრალოდ ეჩვევა ევროპას, ეჩვევა მას კანონიერებას, ეჩვევა წესრიგს და აი ის რო ჩამოდის უკვე სხვანაირია, უკვე ცდილობს კი არა მის სისხლშია ეს რომ ეს ასე უნდა იყოს და ეს აი რატო არა უკვირთ ძალიან, აი რატო არა ასეთი სერვისი რომ უნდა იყოს რომ არ შეჩვეველი და იმას დავამატებდი აი ეს როგორ ვიტყვა ცრუ ინფორმაციაც არაა რომ აი შეუშლის დასაქმებას აქ აი ვიზას ლიბერალიზაცია არ ქონდა, მაგრამ კანონოდ გადადიოდა. ხო, არალეგალურად იყო და არალეგალურად ვიზას ყიდულობდნენ საბუთებში. ხშირ შემთხვევაში ძალიან სულ პირობებში უწევთ მუშაობა და ასე გადადიოდნენ რაღაც ის იყო. ანუ არაფერი
ანუ შენი მოქალაქე იმის საბერძნეთში მახსოვს გადადიოდნენ ტყით, რაღაც ფეხით მოძრაობდა ჩვენი ახლობლებიც ყოფილ ისე მიდის თუ ასე საბუთით მიდის, ანუ შენთვის ისიც დაკარგულია, იმიტომ რომ შენ არ ყავს მუშახელის წყალებში, რომელიც გჭირდება, მაგრამ ესე არ ჯობია რომ ოფიციალურად მიდის. ხო, რა თქმა უნდა, თან მან იქაც მე როგორც ვიცი პროცენტულად ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება უკან და შემდეგ ისევ 3 თვე 90 დღე რჩერდება ქვეყანაში ანუ საქართველოში შემდეგ ისევ თან მან კარგი რა არის რომ წარმოიდგინეთ იქ მუშაობს ერთი მხრივ გამოცდილებას იძენს თქვათ იქ აურ სოფლის მეურნეობას ნახულობს როგორაა წყობილი ბევრად მე თანხას გამოიმუშავებს ის თანხა მე მოაქვს საქართველოში და საქართველოში ხარჯავს ანუ იდეაში საქართველოს ეკონომიკაში იდება ის თითოეულის ევრო რომელიც მან გამოიმუშავა იმ 3 თვეში ბევრი არა მაგრამ რამოდენიმე მაგალითად მაგითაც ვიცი რომ ადამიანი მუშაობდა მაგალითად იქ მუშაობდა რაღაც ფერმაზე რაღაც იმას და რო შეხედან სხვანაირი მიდგომა რომ ჩვენთან არაა სამწუხაროდ როდის განვითარდა არ ვიცი ეს სოფლის მეურნეობაში განათლება მიიღო პრაქტიკულ ჩამოვიდა აგააკეთა კი ანუ იქ ნაშოვნი ფულით იმუშავა შეხედა ასე კეთდება აი ვიცი რამოდენიმე აი ნამდვილად ახლა სახელები არ მახსენდება ან სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ცოდნა ჩამეიტანა მიიღო ფერმერულ სამაშიც გამოცდილება იქნა ანუ ეს რაც ჩვენთან არ არსებობს და ამის კი არის რაღაც ენერგიამომავალი რაღაც პროგრამები რაც არის ახლა სახელმწიფოში მასე არ ვამბობ მაგრამ იმის იქით აი რა ჭირდება ახალი ტექნოლოგიებია შემოსული ახალი რაღაცა წვეთოვანზე პოლონეთში რომ ნახა ადამიანმა აი ის მალინის მოყვანაზე ჟოგოს მოყვანაზე აი ორმოსავლიანი ვიცი ნაღდათ ოზურგეთშიც იყო ადამიანი მუშაობდა და რო ჩამოვიდა გამოიყენა იქ ხო ანუ ერთის მხრივ ჩამოიდა და არ წამოიწყო მე და ბიზნესი კი ეხლა ნელ-ნელა ესე ვთქვათ ფინანსისკენ უნდა გავიდეთ და ორი კითხვა დარჩენილი ერთი მინდა კითხო რომ რაიმე შეფერხება უკვე ხომ არ ყოფილა აი ამ ესე ვთქვათ არასტაბილური სიტუაციის გამო რაც დღეს ქვეყანაში არის და აი ამ ძალიან турბულენტური გარემოს გამო ხო არ ყოფილა რაიმე შეფერხება თქვენ რომელიმე პროექტში კი მე გასაკუთრებულად ის შეფერხება როგორ ვთქვა წინს რომელიც ერაზმუსში ეხება სხვა პროექტებს რომ თავი დავანებოთ ამ კანონიდან გამომდინარე ერაზმუსში სამწუხაროდ ორი დიდი პროექტი ქონდა დაგეგმილი ისევ ქართველი ახალგაზრდების მონაწილეებთან ერთად და სამწუხაროდ არ ეკვითხრენ იმიტომ რომ ანუ ერთია როცა დასული ჩამოდის და მეორეა ბავშვები 14 წლის ბავშვები უნდა ჩამოსულიყვნენ და ჩვენ თანატოლები მის თანატოლ ქართველ თანატოლებთან ერთობრივი აქტივობები იყო დაგეგმილი ეკოლოგიის რაღაც ჩართულობის კუთხით და არ ეკვითხრენ იმიტომ რომ უსაფრთხოა ქვეყანაა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ბევრ ქვეყანაში იყო ასეთი გაჟღერებული რომ აი კი არა აუგზალა იმ ქვეყანამ ჩამოსვლა, მაგრამ აი სიფრთხილეთ სიფრთხილე გამოიჩინა და პირდაპირ მშობლებმა პირდაპირ არ მინდა ქვეყნების დასახელება მშობლებმა პირდაპირ არ იგვითხრენ ბოდიში მოგვიხადა ორგანიზაცია, მაგრამ ორი დიდი პროექტი, რომელიც არის დაახლოებით ამ პროექტში 60-მდე ქართველი ახალგაზრდა ერთვებოდა და აი 60-ივე ახალგაზრდა უნდა წასულიყო ევროკავშირში. ერთი მხარე ჩვენთან უნდა ჩატარებულიყო და მეორე შეხვედრა საზღვარგარეთ არ ვიტყვი. ხო, საბოლოო ჯამში ხა ჩვენ ხა ბევრი ვისაუბრეთ ვიზა ლიბერალიზაციაზე, იმიტომ რომ ეს რაღაცა ის ძალიან აქტუალური თემაა ეხლა ამ პერიოდში. თუმცა ასევე სათქმელი არის ის, რომ ეს უამრავი კანონები, რომელიც მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგოდ თითოეული ეს კანონი ჩვენზე უარყოფითად ახდენს გავლენას ხო თქვენს პროექტებზე, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეუძლებს ხდის დაფინანსების მოპოვებას ეს გრანტების შესახებ კანონში ცვლილება და ნუ ის ახლა რაც მიიღეს ეგრეთ წოდებული ქართული ფარა რომელიც რეალურად ამერიკული ვერსია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არ ეხება, თუმცა რა ვიცი, ეჭვი გვაქვს რომ უკვე დაიწყეს ხო ეგ 6-7 ორგანიზაციას მიმართა თქვათ კუპრაშვილის კანტორამ რომ რაღაცა ინფორმაციებს უნდა რომ ამოიღო იქიდან. ანუ რეალურად ეს უკვე აჩენს ეჭვს და თავიდანვე ნათელი იყო პრინციპის ჩემთვის რომ ამ კანონებს იმიტომ იღებდნენ რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეეზღუდათ და ეს რეალურად რას ნიშნავს? ანუ თუ არც ერთი ქართული, მართლაც ქართული სამოქალაქო საზოგადოება არ იარსებებს ქვეყანაში და ის ორგანიზაციები, რომლებიც თქვათ, მართლა ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან მოჰქონდათ ეს თანხები და ამ ქვეყანას ახმარდნენ, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ფაქტობრივად როგორ გააგრძელებს აი ესეთი სახის პროგრამები, როგორ შეიძლება გააგრძელდეს? არა ასეთი სახის მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელიც რა ვიცი, აი მართლა იქიდან ჩამოსული თანხით პირდაპირ მიმართული იყო, აი
ეკოლოგიაზე, ჩართულობაზე, ძალიან ბევრი პროექტები ჰქონდა ოზურგეთში იმის გურის ახალგაზრდობის ცენტრთან. ხო, ფოთი კარგი მაგალითი იყო, რომ რაღაცა ადგილებში იყო და პირველ ადგილზე გავიდა. ერთ-ერთი გამჭვირვალებული 51 ადგილი და პირველ ადგილზე გავიდა. ძალიან საინტერესო შედეგი. რა ვიცი, ძალიან შედეგები, რა ვიცი, გინდა ახალგაზრდების ჩართულობა, სათემო პროექტები, მცირე გრანტების პროგრამები. ეს რომ აი სახელმწიფო შეძლებოდა თავის დროზე მე მგონი იზამდა, იმიტომ რომ როქონოდა ამის თავისუფალი ფული, ევროკავშირი იმიტომ აფინანსებდა რომ აი უგნებოდა რომ აი ამ სფეროს მე მივხედავ შენობრივ მნიშვნელობას. ხო, იმიტომ შენ არა გაქვს ამის საშუალება. ეს სამომავლოდ რა თქმა უნდა ქონდეს ამის საშუალება, მაგრამ დღეს არ გაქვს და მოდი ამას ამ რაღაც ნაწილს მე დაგაფინანსებ. მე ერთი ახალაც ეხლა აი სასაცილო მომენტია ერთი პროექტის ვარი გვითხრენ დაფინანსებაზე, რატო? ანუ გურიაში არის ძალიან ბევრი პოლონური წარმომავლობის პოლონური გვარები. და ამის ჩვენთან ძალიან ბევრი პოლონელი მოხალისე იყო და დაინტერესდა და მოიპოვა გრანტი პოლონეთის ერთ-ერთი ორგანიზაციიდან, რომ კვლევა ჩატარებული იყო საიდან რატო როგორ აღმოჩნდა ამის შესახებ და რომ უთხარით იმ ორგანიზაციას, რომ თქვენ იცით ეს გრანტი რომ მოგცეთ, ნებართვა უნდა იყოთო ჩვენ ხელისუფლებებთან, რომ ამ თანხას ჩვენ ჩაგვირიცხო, საერთოდ ვერ მიხდენ, რატომ უნდა აი იმის წარმომავლობა და ამისა ნებართვა უნდა აიღოთ და მე ჩვენ სამწუხაროდ იმ პერიოდში ვერ დავადგინეთ როგორ უნდა იყოს ეს ნებართვა. ხო, რა თქმა უნდა, ეგ ანუ ეს ხო ესეთი პროექტია, როგორც საერთოდ რო არ ეხება, ანუ მომენტში არის იმის პოლონური რატო ცხოვრობს კიშინსკი, იაბლონსკი, მაშინ ოზურგეთში. ანუ რეალურად ეს კარგი მაგალითი მოიყვანე ეხა საკახა. ხო, ანუ ჩვენ ეხა რეალურად ხო ხედავთ რას, რომ ამათი ინტერესი არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება გაქრეს ქვეყანაში. არა მარტო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება არის აქტიური, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს დამოუკიდებელი, იყოს თავისუფალი, რავი, კონდეს სასამართლო რეალურად და უბრალოდ აი მარტივად რო ვთქვა, კარგი ცხოვრება უნდა ხალხს. და ამიტომ ეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც იმიტომ ამოიღეს სამიზნეში და იმიტომ ავრცელებენ 1000 გვარ რაღაცა ბოდოს რომ ხო არის იმიტომ ავრცელებენ ამას რომ იციან რომ მათზე დამოკიდებული არა ვართ ჩვენ და ჩვენ ყოველთვის ვიტყვით სიმართლეს და დავეხმარებით თქვა თითოეულ მოქალაქეს თუ მისი უფლებები ირღვევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეორე მხარე ის იყო რომ თითოეულ ჩვენი პროგრამა მიმართული იყო ასევე მათი გაძლიერებისკენ ხო ეგ ხო ანუ მაგას თვითონ მათ ვეხმარებოდით რომ რაღაც რეფორმები გაეტარებიათ მოქალაქეები ჩაერთოთ განწყობილების მიღების პროცესში ხო ანუ უკეთესი გამხდარიყო თვითონ სისტემურად შეცვლილიყო და სისტემა გაუგებდა სიამაყით ამბობდნენ რა თქმა უნდა ეს უკრავდნენ რაც არის ჯილდოების რო იღებდა ოზურგეთ ფოთმა რომ მაშინ ჯილდო მიიღო და თვითონ არ ჯერავდათ რომ ასეთი შედეგი შესაძლებელი იქნებოდა რომ აი ამ იმიდან წასულიყო 40 ანუ რა გააკეთენ ანუ ამით რომ კვლევა ჩატარდა და აღიარა რომ ფოთი პასუხობს მოსახლეობის ინტერესებს. ანუ ამაში ჩვენ დავეხმარეთ და ამაში პირველ და ეს რატოა ცუდი. ევროკავშირის ფული დავეხმარეთ. ხო, ერთი წელი არ დახარჯო და მივიჭედეს. ფებრუარიდან დაწყებული. ახლა მარტო ფოთის მაგალითი არის ბევრი მაგალითი. კი, სხვადასხვა მოისმო ოზურგეთი. ოზურგეთიდან დავიწყეთ ყველა. შემოქონდა ანუ ნერგავდით იმაში თანხა არ გაქვს. აი არის ამის ფული ანუ რა გამოცემა გინდა ამის ფული არის იმის ფული არის კომპიუტერო გადაიარაღება რა ვიცი პირველად საინფორმაციო ცენტრები რო შეიქმნა იგიც ევროკავშირის ფული იყო ძალიან დიდი ხნის წლების უკან პირველი კომპიუტერიზაცია და აი ხო იდეაში ნათელია ჩემი აზრით და ის რომ თითოეული ეს ქართული ორგანიზაცია აკეთებდა ქართულ საქმეს და აგრძელებს კეთებას მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი ბარიერები ხელოვნური ბარიერებს ქმნის სახელმწიფო და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება თუმცა ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ქართული საქმის კეთებას მაინც ვაგრძელებთ ესე ვთქვათ ახალგაზრდების განათლებას წახალისებას და სხვადასხვა პროექტებს სხვადასხვა პროექტებს რომლებიც თითოეულ მოქალაქეზე პოზიტიურად და დადებითად აისახება ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თითოეულ მოქალაქეს მივაწოდოთ სიმართლე და სწორი ინფორმაცია რომელიც აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ისედაც თუმცა გვინდოდა რომ თქვენ ყოფილიყავით ჩვენი სტუმარი გამომდინარე იქიდან რომ მართლაც უამრავი ადამიანის ცხოვრება შეცვალეთ პოზიტიურად და ეს მინდა რომ ხო მეც მაგის მჯერა რომ ეს პროექტები გაგრძელდება ეს რაღაცა
ეს პროექტების გაგრძელება რეალურად ნიშნავს ამ ქვეყნის მშენებლობის გაგრძელებას. თუ ეს არ გაგრძელდა, თუ აქ არ იქნება რაღაც სამოქალაქო საზოგადოება, თუ არ იარსებებს ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სტაგნაციაშია და ქვეყანა კი არ ხო, ანუ ქვეყანას რაღაცა შანსია, რომ აღმოჩნდეს უცებ რკინის პარდის უკან რაღაცა რუსეთის უკანა ეზოდ. ამიტომ ხო, მე დიდი იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს, ესე ვთქვათ, ბრძოლას ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და თითოეული ორგანიზაცია, რომელიც ნამდვილად ქართულ საქმეს ემსახურება, ნამდვილად ქართულ საქმეს აკეთებს, გააგრძელებს თავის საქმიანობას. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და წარუმატებლობა. მადლობა თქვენ და გავაგრძელოთ ასე. კი ბატონო, მადლობა.